ინგლისურში იმაზე მეტი სიტყვა იცი, ვიდრე წარმოგედგინა. რადგან ქართულში ისევე როგორც ინგლისურში, ბევრი სიტყვა არის ლათინური წარმოშობის. დღეს გასწავლი ქართულში ნაცნობი ლათინური სიტყვები ინგლისურად სწორად როგორ წარმოთქვა. ლათინური წარმოშობის სიტყვები, რომლებიც ქართულში ბოლოვდება i-ასოთი, ინგლისურში ეს i უბრალოდ ჩამოშორდება. მაგალითად, დოკუმენტი document, პრეზიდენტი president, პარლამენტი parliament, კონფლიქტი conflict, კონტინენტი continent, პროდუქტი product. გამოვაკელით i-ასო. ქართული სიტყვები, რომლებიც მთავრდება ბოლოს ერთი ციათი, ინგლისურში დაბოლოვდება ბოლოს ერთი tion-ით. მაგალითად, ინფორმაცია information, კონსტიტუცია constitution, პოზიცია position, რეაქცია reaction, სიტუაცია situation და დღეისთვის ბოლოს ართი. ქართულში სიტყვების უმეტესობა, რომელიც მთავრდება ური ან ული ბოლოს ართით, ინგლისურში დაბოლოვდება al ბოლოს ართით. მაგალითად, ნორმალური normal, ლოგიკური logical, იდეალური ideal, ორიგინალური original, ინდივიდუალური individual, ფორმალური formal. მოდით ახლა ამ სიტყვებით უცებ შევადგინოთ წინადადებები. მაგალითად, პროდუქტი არის იდეალური. რომ ვთქვათ არის, ჩვენ გვჭირდება to be ზმნა is. პროდუქტი არის იდეალური. აბა ვთქვათ, გაიხსენე პროდუქტი ით იმთავრდება, ანუ ინგლისურში როგორ იქნება? i გამოხდება. იდეალური ურიზე მთავრდება, ანუ ინგლისურში al ბოლოს ართით დაბოლოვდება. ანუ სწორია. The product is ideal. აბა მეორეც ვცადოთ. ინფორმაცია არის ლოგიკური. ინფორმაცია ციაზე ბოლოვდება, ამიტომ ექნება ინგლისურში ასეთი ბოლოს ართი. ლოგიკური ურიზე მთავრდება, ანუ ექნება al ბოლოს ართი. The information is logical. ეგ არის. მოხედავ ნულიდანაც არ სწავლობ ინგლისურს. ზოგადი ინგლისურის ჯგუფში ჩასაწერად მომწერე პირეთში. მეტი საინტერესო კონტენტისთვის გამოიწერე ჩემი გვერდი. დროებით!